მოგესალმებით მეგობრებო, ჩვენ შევიკრიბეთ ისე კონსერვატორის ეგიდით, სააკაშვილის პოსტით მინდა დავიწყო, რომელიც თავიდან ბოლომდე ფაშისტურია, ნაცისტურია და სააკაშვილის მხრიდან რა თქვა მე ერთადერთი სიმართლეა, რომელსაც მე მეთანხმები. წერს რომ ერთი საქართველო არსებობს, არის ორი საქართველო, ეს ჩვენ ვიცოდით და ვინ არიან გრუზინები და ქართველები და აქ ბევრს წერს როგორები არიან გრუზინები, როგორები არიან ქართველები და რა თქმა უნდა ოცნებამ გააგრუზინა ყველა და არ გააჩნიათ ემპათიის გაცდა, დეჰუმანიზაციას ცდილობს, ადამიანობას გვართმევს, გრუზინებს. და უნდა მიხვდეს ერი, რომ უნდა განადგურდეს ფიზიკურად. და როგორ ანსხოვებს აი ნაცისტური რა არის ამაში. ეს არის რომ მათ აქეთ არის აზროვნება, იქით არის ბოროტება, გასაგებია. ჩვენ განსხვავდებით, აი ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენი საუბრის მანერით და ლექსიკით, ჟესტიკულაციით, მიხრა-მოხრით, თვალების გამოხატულება რა არის? ალბათ თვალის ჭრილი, ხო? ის რომ მზერი, რა მზერი. მზერა არ არის. თვალების გამოხატულება შენ მზერა უნდა დაეწყო. შენ იდიოტი გეგონია. და მოვიწოდა. ლაზარე. ხო, კი ბატონო, შეიძლება. ლაზარეში. და რა თავარია? განსხვავდებით ანთროპოლოგიურად. არა, მაღალი რასაა? აი, მეგობრებო, შეიძლება ეს იდიოტია და არის ანთროპოლოგია რას. თავის ქალის. აქ ფარგალი და თავის ქალის გაზომა ისვენებს რა. ანუ ანთროპოლოგიურად ხდები, ანთროპოლოგია იკვლევს ადამიანთა რასებს, ადამიანთა ტომებს, ხალხებს. ანთროპოლოგიური განსხვავება რო არის, ჩვენ ქართველები არ ვართ. ჩვენ ვართ რაღაც დაბალი რასა, რომელიც რა თქმა უნდა, არანაირი ან ერთი დარჩება, ან მეორე ამბობს, ჩვენ გავიმარჯვებთო, ანუ გაზის კამერებში ამოხუთვას გვიპირებს. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიცოდით, რომ ეს სისხლისმელი ადამიანი დიდი სიამოვნებით მოაწერდა და ვერ გამოუვიდა უბრალოდ ეს, მაგრამ ასე პირდაპირ, ასე ღიად სააკაშვილს ესე პირდაპირ ფაშისტურად, ნაცისტურად შეგახსენეთ, რომ ეს არის ზუსტად ნაცისტური, ერთ-ერთი ნაცისტური ნარატივი. ნაცებს რატო ეძახით, ხო? ყოველთვის იყო ეს საყვედური, რომ არ არიან ნაცისტები, ფაშისტები. ნაცისტური, ასე ვთქვათ, გამონათქვამი ესეთი მე არ გამიგია არც ერთი ნაცისგან, მაგრამ რახან პირველმა ნაცმა და მთავარმა ეს თქვა, ზუსტად მიესადაგება. და მე მეთანხმები სააკაშვილს, ჩვენ ერთად არ დაგვედგომება. რა თქმა უნდა, მე არ ამგონია, რომ ეს ხალხი, ვინც ნაციზმის ბაცილით არის შეპყრობილი, ან ფიზიკურად და ვიმოქმედოთ მათზე, მოუკლათ ან ასე შემდეგ, მაგრამ ყველა ზომა უნდა მივიღოთ, მათ შორის კანონით დადგენილი მკაცრი ზომებიც, რომ იზოლირება მოახდინოთ, მე ციხეში ჩასმას არ გულისხმობ მარტო ამ ადამიანებისა, ანუ როგორც დენაციფიკაცია მოხდა, ეს იდეოლოგია როგორც დამარხდა, პირველი ნაბიჯებს დგავთ უკვე. სასწავლო დაწესებულებებიდან, მედიიდან, ყველაფრიდან უნდა წავიდეს ეს ხალხი. იმიტომ რომ როცა ასე აზროვნებ, როცა შენ ამბობ, რომ გრუზინებისგან განსხვავდები ანთროპოლოგიურად, იქ მართლა მასობრივი გენოციდი, მასობრივი მკვლელობა და გენოციდი შორს არ არის. აი ეს მინდა რომ ზოგადად ოპოზიციაზეც აქედან გამომდინარე ვისაუბროთ და რა თქმა უნდა მთავარი ტრიგერი ის არის, რომ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა აგენტების წინააღმდეგ აგენტობაზე ზუსტად და მივა ბოლომდე. მე მგონი კიდე ბევრი ფიგურანტიც გამოჩნდება. შალო, მოდი დავიწყოთ იმით, რომ მიშას ეს პოსტი არის პასუხი იმაზე, რატო წააგეს არჩევნები, რატო ვერ იგებენ არჩევნებს, რატო არ აქვთ მათ შანსი, რომ პოლიტიკაში მოვიდნენ, იმიტომ რომ მოდი ცოტა ისე ფართოდ შევხედოთ რა. ჩვენ ხო იდეაში ხო ვიცით, რომ ეს ასეა. რომ ანუ მთელი ჩვენი ეს რიტორიკაც რომ ჩვენ რომ გვეცინება ხოლმე ბნელების და ნათელების, ლამაზების და უშნოების რიტორიკას, ხო იგივეა. უბრალოდ რა, იცი რომ ახლა მიშამ ერთ მაგარი თქვა, არ არის იგივე. არა, შეხედა შალვა. მე კატეგორიულად არ ვეთანხმებ იმას. დამთავრები აზრი ხა. რომ ეს არის იგივე. შეხედა ახალია. შეხედა ძალიან მნიშვნელოვანია. რატო თქვა მიშამ ეს, იმიტომ რომ ნაცებს აქვთ ერთი ძალიან ესეთი რელიგიური რწმენა, ეს რელიგიური რწმენა არის დასავლეთი ჩვენ დაგვეხმარება. და რატო? დასავლეთმა ეხლა დაწერა და იკადრა ის რაც იკადრა, რომ საქართველოს დაუწერა თუნდაც შეფასება და უკრაინაში უკეთესი დემოკრატია. ვიდრე მიშამ
იგრძნო რა ამ ხარდაჭერა, ამიტომაც უკვე თulis რომ აღარ აქვს მნიშვნელობა პრინციპში მართალიც არის რა რომ დასავლეთი ნებისმიერ სიდებილეს მე მინდა თქვენგან რა მაცალე დასავლეთი ნებისმიერ სიდებილეს მას გაუправებს იმიტომ რომ შავა შეხედე რა მთელი ეს რიტორიკა აქვს ერთი დიდი პრობლემა ამ რიტორიკას აქვს დიდი პრობლემა რომ განსხვავებით მაგალითად მე-19 საუკუნის რასისტებისგან და იმისგან რომელიც მე ინტერესის გამო მაქვს წაკითხო და რაღაცები ამათ პრობლემა არის ის რომ აქ მარტო მიშისტობით განისაზღვრება ყველაფერია ანუ როგორ განისაზღვრება რომ ხო ქონდათ თავისი თეორიები და ძალიან რთულია ერთ ხალხში რასისტული განსხვავებები მოიფიქრო იმიტომ რომ ხო ხვდები ხა ყველა ქართველები ვართ ყველას ერთ და იგივე გენეტიკა გვაქვს შესაბამისად განსხვავებულობა დადის იმაში მიშას მიმართ პირად დამოკიდებული გერმანელები არიელებს რო უძახდნენ და ნაკლიან ადამიანებს სხვა არიელები თვითონ იყვნენ და სხვა ეროვნების წარმომადგენლები ნაკლიანი ადამიანები. ამან მოახერხა რომ ქართველები და ხო ანუ აქ იქ გასაგებია. ეხლა მაგალითად თუ მე ვარ მაგალითად უნტერმენში და ვარ ქართველი აჭარელი წარმოშობით და ასე შემდეგ და ჩემი ძმა მაგალითად არის ნაცი. ხო ჩვენ შორის ხო რთულია განსხვავების სხვა მიხრა გეკითხა. შენ მე იწყე რომ შენ არ ახარ აჭარელი. ნაცური მიხრა. ნუ ხო და მან თავარი არის რა რომ თავარი არის თვით შეფასება. ანუ მარტო მოდი ასე შევხედოთ რომ ძალიან ხშირად ჩვენ ანუ ეს არის ერთის მხრივ სატყუარეს. ანუ რას გულისხმობ შეხედე. ამოიგებათ თუ არა ხალხი. ანუ პროვინციიდან ჩამოსული ხალხი, არარეალიზებული ხალხს ამით აძლევენ უპირატესობის შეგრძნებას, რომ ანუ რა რომ შენ ხო არა მოიცი შენ ხარ ტიპი რომელსაც გინდა რომ შენ ხარ ტიპი რომელსაც გინდა რომ იყო დავშოთ აი უბერმენში მომენტის მნიშვნელოვანება დაინახოთ რა ესეთი რა არც ერთ ქართველ ეგრეთ წოდებულ პოლიტიკოს არ უთქვამს ანთროპოლოგია მე არ ვიცი ხა იცის თუ არა ამ სიტყვის მნიშვნელობა იმ იდიოტმა მაგრამ რადგან ანთროპოლოგია ჩაერთო ეს მე-19 საუკუნეა მართლა კი აი ჩემბერლენის და ფრანგი რასისტების მე-20 საუკუნის დასაწყისი კი შეხედე ერთი დეტალია რა რომ ანუ ერთ რამეს მაინც მეაქცენტ ყურადღებას თუ როგორ დეგრადირდა ქართული ინტელექტუალური აზრი ანუ რას გულისხმობ ვის ქონდა არა ნორმალურ ქვეყანაში ამის გულისხმობს ნორმალურ ქვეყანაში ამის გაგონებას დაიქრინჯებოდნენ მაინც ხალხი ანუ განათლებული ხალხი მიშისტებიც კი წოდე რომ კაჩი გაუფრენია ამ საწყისში ეხლა რას ამბობ ეს გენიალური აზრი დამაინტერესებს ანთროპოლოგიურმა განსხვავებებმა აი მაგალითად ესე იგი ხაბეიშვილი ავიღოთ ხო ხაბეიშვილის თავის ქალა ავიღოთ მის ხო არა მარტო მოხრა ფალების ფორმა ავიღოთ ფაჩიტები ყურების ფორმას აქცევდნენ ო გარწერია გაწერდა რა პრობლემა გამოხედვა ხო მიხრა ანუ რაღაცა ის უნდა კასტინგი უნდა გაიარო და მოგცემენ ბილეთს რომ ადამიანია ესე იგი ზოგადად ხო ცნობილია მე მაგ კასტინგს ვერ გავივლიდი ხაბეიშვილის რა ვიცი ტვინი უფრო გადაწონის რა ვიცი ყველა დაეჩერა მიხრა ევროპული ნუ კრი მათსავე ხალხში բայց არა ნახე აქ ძალიან მნიშვნელოვანია აქ არის ესე იგი ანთროპოლოგია რა არის ანთროპოლოგიას ადამიანი ვერ ცვლის ანუ ან ესეთი დაიბადე ან ფერადკანიანი ხარ არა ხარ ფერადკანიანი ხო ანუ დაბადებიდან ხარ ხო ანთროპოლოგია მაგარი სიტყვა ხალხო მაგაზე შეიძლება როგორი წამოგება და აგორება იცი აი ფაშისტური პარტია რო არის ზუსტად მაგიტომაც იგზალება საერთოდ უნდა შეემატოს ეს ეს რაღაცა ევგენიკა დაემატა რომ აი ხო ხდები პათოლოგია ანთროპოლოგია არის მეცნიერება ზოგადად ნუ მეორე არის მეცნიერება რომელიც სწავლობს ხალხებს რომელიც სწავლობს სხვადასხვა გამოვლენებებს და მართლა არის ხა ცნობილია რომ სხვადასხვა წარმომავლობის ხალხს სხვადასხვა მიდრეკილებები აქვს. თუმცა ამაზე ლიბერალურ გარემოში არ ლაპარაკობ. ხო, მაგრამ ნუ ეს ისეთი აპრიორი რაღაცებია. მაგალითად რაღაც სპორტში ზოგიერთი რასის წარმომადგენლები კონკრეტულ ზანგი მაგალითად მორბენლები ზანგები არის. უკეთესები ასე შემდეგ. ეს გასაგებია და ეს აღიარებულია რა, ეს არანაირი პრობლემა, მაგრამ აქ თავარი რა არის რომ მე ყოველთვის ვიძახდი რომ ლიბერალი რომ გახეხო ფაშისტი დაგჭება საბოლოო ჯამში რა. სიამდვილეში ლიბერალ ფაშიზმი რა არის?
ეს არის. ლიბერალ ფაშიზმი არის ეს. აქამდე დავიდა. არგუმენტები გამოეარა. საბოლოოდ ესე უნდა თქვა რომ რაღაცა გრუზინი ვინ არის ხო? ესე იგი ჩვენ ვართ ყველა. ვისაც ნუ ტარაკნებს ეძახდნენ ხო? ადრე რაღაც ფაშისტები რომ გასხრისო და დედამიწა გაწმინდო და ეს. ანუ რა არის მათი იდეოლოგიის საფუძველი? ესა კრისტალიზაცია. კრისტალიზაცია რა არის? რომ დატოვო შეცე წარმოდგენაში არსებობს რაღაც სუბთა ადამიანი, სუბთა რასა და არის გრუზინი, ხო? ხო და ნუ მოკლედ მან განსხვავება ლიბერალიზმში არის ის რომ ის საკუთარ საზოგადოებებში ეძებს ამას. თუ კი ძველი ნაციზმი იყო ერების დაკლინების ხარჯზე, ეხლა რა გამოდის რომ რასაც ჩვენ ვამბობდით რომ მათ დემოკრატია წარმოუდგენთ აი ამ სუბთა რასის, სუბთა ანთროპოლოგიის დემოკრატიას. ისინი უნდა მართავდნენ. უმცირესობები. არა, ჩვენ უმრავლესობა ვართო, ანუ რა მნიშვნელობა აქვს? მაგას არ დაგიდევენ, არა. მაგას ხო ეგ მომენტია. ხო, მე სიმართლე გითხრა, აღშფოთებული ვარ ამის გამო, მაგრამ არ ვიკვირს, იმიტომ რომ მახსოვს მისივე განცხადება, რომ მე ესე იგი რაღაც ამბობ და ამიტომაც გადავწყვეტე გამختارიყავი უკრაინელი. მაინც ხო არის ეს? ხო, არა, ეს არის, მაგრამ ანთროპოლოგია რო ახსენე. გამაჯრიალა. არა, სააკაშვილისგან ხო ვიცოდით ხო. თუ გადავფრთხავთ ალბათ გაგვიკვირდეს ანთროპოლოგიაზე საუბარი. ჰომო ლიბერალუსი გამოდის, ხო? ჰომო ლიბერალუსი. სხვა დანარჩენი ჰომო საპიენსია. ჰომო საპიენსები არ არიან. ესე მე არის ჰომო ლიბერალუსი. ჰომო საპიენსი გრუზინების ჰომო საპიენსი. რაც ახსენა, ნუ ეს გადაფრთხიკე და ესე იგი გადაფრთხიკე ლიბერალი და მოიგე ფაშისტის თემაში როგორ ავითარება, ხო? ანუ რეალურად ლიბერალს, აი ამ ფერად ლიბერალს აუცილებლად ჭირდება ეს ხისტი, რომელზეც უნდა გაიმართოს. ხო, არა, ხო, მაგრამ ამისთვის მას ჭირდება მიშასნაირი ხისტი, საკუთარი უძულე, რომელიც აი ამ ბნელებს მიუჩენს თავის ადგილს. ხო, არა, გაანადგურებს. ხო, გაანადგურებს, რომ მე ამ ფერადოვნება გაიხაროს. ანუ ეს არის აი რაღაცა თქვა, ესე იგი ძველად ნაცისტები რა რითი გამოირჩეოდნენ, რომ საკუთარი ერი გადამეტებულად უყართ. თანამედროვე ფაშისტები ვირან, როგორც საკუთარი ერი გადამეტებულად ზულთ. კი ბატონო. ხო, ანუ ხო და რეალურად ეს არის, ხო, ანუ ამ ესე იგი ამ ფერადოვნება რო აყვავდეს, ანუ მიშა ხო იყო რეალურად ნეოლიბერალური, ლიბერალური პროექტი. ანუ ეს ხო არ იყო, რომ აი რაღაცა სიტყვის თავისუფლება მე ყველაფერს ვიზავი იმისთვის რომ შენი აზრი გაჟღერდეს თუმცა არ ვეთანხმებოდე მას ეს რაღაც ვოლტერის იმებით ხო არ იყო მოდიო და რავი შენ ქართველი ხარ რაღაც აპროტესტებ თავში რა ვიცი რა ჩარტყმა და всё ან რაღაც ანუ მე იმის თქმა მინდა რომ რეალურად აი ეს ერთი მედლის ორი სახეც კი არ არიან რეალურად ეს ლიბერალური არის ძალიან კარგი აი მართლა უნიკალური ტერმინი რომელიც ასახავს ვისაც ეჭვი ეპარებოდა რომ ესენი არიან ფაშისტები თვითონ დაამტკიცა რომ ვარ კი ზუსტად ეს არის ხო ხალხი რა აი ბოლო ორი ზუსტად ეგ თქვა ბოლო 2 წელიწადში ქართულმა ხელისუფლებამ ძალიან კარგი იქნა რომ გაშიშვლება დაიწყო და ეს დაიწყო 2023 წელს გამჭვირვალობის კანონის ინიციირებით იმიტომ რომ მაშინ მახსოვს რომ იგივე ქართული ოცნების მომხრეები და ეგრეთ წოდებული ფაშისტები აი NGO-ს უყურებდნენ რომ ხო ეს ვიღაცა უსამშობლო ტიპები არიან მაგრამ თავისთვის რაღაცებს აკეთებენ არა ფაშისტური ორგანიზაცია ჩვენ გვახსოვს ის იგივე რა ვიცი ძალიან ბევრი რაღაცა რომელიც აი ამათ აი რეალურად როცა აი ეგ ჩანს აი ლიბერალური ფაშიზმის რა ვიცი ანი და ჰოე არის ლომჯარია სიტყვები რომ ამ სირცხეს გვირჩევნია გვაცვიოდეს ბომბები ხო გრუზინებს ხო გრუზინებს ოღონდ თან მაშინ როცა ის არის ამავე გრუზინების სახალხო დამცველი ნუ თანამდებობრივად ხო ნუ პრინციპში გასაკვირი არც არაფერი არ არის მანამდეც ჩვენ ბევრჯერ გვითხოვს ეს რაღაცა ნაწილ იყო გამოვლინებები და ძირითადად არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებით ვაკეთებდით ხოლმე შეფასებებს და კომენტარებს. იმიტომ რომ ეხლა მიშასგან ისედაც ვიცით რისი გამკეთებელია, მარტო მთქმელი არ არის, რისი გამკეთებელია. თავარი ეგ არის. ხო, ეს არის რომ ხელისუფლებაში ყოფნის დროს არაფერი ისეთი არ გაუკეთებია მაგალითად რომ რაც ეხლა ამას რასაც ამბობს მსგავსი რაღაცა რისი საშუალებას მიეცათ და ქონდათ იმ ყველაფერს აკეთებდნენ ხა თვალის ჭრილის გულისთვის დაახლოებით ეგრე არისო მაგალითად ადამიანებს თქვა 40 წლის ზემოთ ჩარეცხილები არიან იმიტომ არიან ჩარეცხილები რომ ანუ თავის ჭყვაზე ვერ გამოიყენებდა იმ ადამიანებს 40 წლის ადამიანი რაღაცა დამჯდარი დაბრძენებული ადამიანია და ამის რაღაც ხუნტრუცებზე არივლიდა. პატარა გოგობიჭებს რა თქმა უნდა ადვილად დაიმორჩილებდა და ასე შემდეგ, ხო? მაგის გამო არისო ადამიანებს აუბედურებდნენ და რაღაცა ბიზნესებს და ქონებებს რო ართმევდნენ, ანუ
არ იყავი მათი იდეოლოგიის მომხრე არაფერს არ აშავებდი კაცო. არაფერი დაგიშავებია, ხო, შეულებრივ რაღაცა ბიზნესს აკეთებდი, გაჩუმებული იყავი შენთვის, მოდიხარ შენ საქმეს აკეთებდი. არ ხარ მათი იდეოლოგიის მომხრე, ქონებასაც წაართმევდნენ, ციხეში იჭერდნენ, იქ რაღაცა შენი ბიძაშვილის შვილი, აი რა დაახლოებით კი რა ზუსტად გეუბნები. შენი ბიძაშვილის შვილი დადის მიტინგზე. და ასე გამოყვებოდნენ და თელ მოდგმას აფრთხილებდნენ ერთია და იჭერდნენ და ასე შემდეგ. ანუ ვისაც რასაც უნდოდა იმას უკეთებდა. რასაც უნდოდათ იმას ამბობდნენ. და მთავარი ეს ყველაფერი საიდან მოდის? ეს ყველაფერი მოდის ზუსტად იმ ევროპიდან, საერთოდაც ფაშიზმი სადაც დაიწყო, ეს ერთი და ვინც ამ ყველაფერს ამაგრებდა და ეგრეთ წოდებული აправებდა. ანუ ესენი რომ გადაწყვეტდნენ ვიღაცის გაუბედურებას, ეგ ვიხა ვის აინტერესებდა, ქართველი იყავი, მოდგმი დედით, მამით, რაღაცა შთამომავლობით, ეგ ხო არც მაშინ აინტერესებდა და არც დღეს არ აინტერესებდა. დღეს უბრალოდ ამ კაცმა როგორ არის გაბრაზებულზე თქვა ის, რასაც ფიქრობს, რასაც აკეთებდა და რასაც მომავალში გააკეთებს, საშუალება რომ მიეცეს. მეტი არც არაფერი, რა თქმა უნდა, არასამთავრობო ორგანიზაციები რას გვეუბნებოდნენ ხოლმე, რომ ისინი განსხვავებული კასტა რო იყო, რამდენიც გვიხსენებია, რაღაც განსხვავებული, როგორც რასა ეგრე რომ წარმოაჩენდნენ თავიანთ თავს და ისინი რო იყვნენ რაღაცა ცივილიზაციის პირდაპირი მიმღებები და მე რაღაცა იმის იქით რომ საქართველოს ვერ განვითარდებოდა, ამას არ გვეუბნებოდნენ კაცო ამდენი ხნის განმავლობაში ეს არასამთავრობო ორგანიზაციები, ხო და მე მაგალითად მათგან არაფერი არ მიკვირს. ეხლა გადავიდნენ იმაზე შეფასებაზე, რომ ჩვენო გვეთყობა, ჩვენ უფრო განვითარებული ხალხი ვართ. ანუ ჩვენ ადამიანები, ესენი გრუზინები. ანუ გრუზინს ხო სხვანაირად აღიქვავენ ეგენი. სააკაშვილი არ იყო რომ საქართველოსთან რო გაიქცა და რო იძახდა, რომ სანამ მე მოვიდოდიო საქართველოში, მანამდე ამ სიგრძე კეპიკიანი მებით დადიოდი. მე ქართველი არა ვარო, თამადა არა ვარო, არ შემიძლია თამადობა და ქართველი არა ვარო. მანამდე ქართველები იყვნენ, რომ აი რაღაცა დიდი ულაშები ქონდათო თავარ სარდალი ენა რო დაივიწყა საკუთარი, როცა დაიჭირეს და თარჯიმანს რო ითხოვდა ამის ჩათლახი დედავატი. ჩათლახი დედავატი პირდაპირ გაგებით ვამბობ ოღონდ რა. სასამართლოში თარჯიმანი მომიყვანეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი. არა, აქ თავი რა არის, იცი რომ ახლა ჩვენ რაც არ უნდა, აი როგორი სიმწვავითაც არ უნდა ვილაპარაკოთ ამ თემაზე. ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ამაზე უარესის გამკეთებელია. არა, გავიგე, უბრალოდ ეს არ უთქვამს. ადრე ამბობდა რომ ჩვენ ხა ერთად უნდა ვიყოთ, დემოკრატია უნდა ვაშენოთ. ნახე რა საუბარს. უკერია მიშლი და ხელი. უყურე, ნახე. გამარჯვების შემდეგ, ეხო გაიმარჯვებს. წინ გვაქვს ხანგრძლივი დეგრუზინიზაციის პროცესი. ხანგრძლივი დიდი ხანია უნდა გვაქვს კლან რა. რათა არასოდეს დაუშვათ მათი აღზევება. ანუ უნდა მოკლან ხალხო. მართლა ამას ამბობს ღიად რა. უყურე, ახლა უნდა მიხვდეთ ერთ ამას. ჩვენ და მათ ერთ ქვეყანაში არ დაგვედგომება. მეტი რაღაცა ძალიან ღრმა შეუთავსებობა და უყურე რაც წერს დაპრეზიდენტელი ნაძირალა. ნამდვილი სამოქალაქო კონფლიქტი. და სამოქალაქო კონფლიქტის მოგვარებას კი არაპირებს ან შერიგებას. უნდა მოკლას რა. დეგრუზინიზაცია უნდა მოახდინოს. ანუ ნამდვილი სამოქალაქო კონფლიქტზე წერს თვითონ ხო. ნუ აი მეტი დადაწეროს. ანუ სამოქალაქო კონფლიქტის შედეგად ეს ხალხი უნდა მოკლას გრუზინები. მოვაშოროთ ქვეყნიდან და დავრჩებითო მარტო ჩვენო რა. მეტი რა. და რატო არ გადაათრევენ ციხეზე? შალვა მე რა და წეროს მაინკამფი იქა რა. აი წეროს რა. კარგი. შალვა წიგნებს წერდა ხა პოსტებს. ხო დაწეროს მაინკამფი. ეგრა მაინკამფი. ანუ ხო და კარგი მდგომარეობაშია ძალიან იქ. ოროთახიან პალატაში. ანუ ეს ხო ბოროტია, მათთან სულელია. სულელია. ბიჭო, არ უნდა დაწერო ეგ. ანუ ეხა ამას რო დაწერე, ეხა მე რო პირობითა შუაშისტი ვარ და ოცნებაზე ვარ გაბრაზებული და ეს რო მიფრიალებს დროშა. გამოვალ და აი რა, კარგით რა. სულელია გეუბნება, ეს არ უნდა დაწერო. მაგას რო ფიქრობდი, არ უნდა დაწერო. ეგ რო სულელია, მაგაზე სულელების ხვები არიან და მაგაში იცამას მიყვება. რა თქმა უნდა. არის ერთი თემა, ნახეთ. ევროპელებს უნდა გაუგზავნო, რა თქმა უნდა. არა აქვს მნიშვნელობა, შალვა, არა აქვს მნიშვნელობა. ანუ ევროპელებიც რომ ამას ნახავენ, ვითომ არ ყოფილა. ანუ მე რას ვამბობ, რომ ჩვენს ქვეყანაში, როდესაც ყოფილი პრეზიდენტი ასეთ რაღაცას წერს, ქვეყანაში მედია, ყველა ინტელექტუალები, საზოგადოებრივი ჯგუფები, NGO სექტორი ამბობს, რომ გაგვიჟდა პრეზიდენტი. თუ მომხრეა, ან პროსტა ავატყოფია. აქ რა იქნება, იცი რომ არაფერი.
არაფერი არ იქნება. ანუ ჩვენ მივაქცევთ ამას ყურადღებას. არა, ჩვენ მივაქციოთ. არა, ხო, მაგრამ ჩვენ აუცილებლად უნდა ნახე, ანუ მე რას ვამბობ, შეხედე ხა უნდა ითქვა. აი ქართველი ლიბერალებიც რომ ამას ნახავენ, ქართველი, ანუ რა იცი, ქართული ლიბერალობა ბევრ ამაზე დგას და ერთ-ერთი არის კიდე განსხვავებულობაზე. რომ შენ ხარ ლიბერალი, იმიტომ რომ სხვებისგან განსხვავებული ხარ. რა იგი? ანუ თან როგორ არის ეს ანუ მათ მოახერხეს რომ ამ ხალხს შეუქმნეს წარმოიდგინე რომ განსხვავებულობა არის არა ის რომ ანუ არა ის რომ შენ დავშოთ სიტყვის თავისუფლება მოგწონს აი ეგეც იგი კი არა პროსტა განსხვავებული ხარ უყურე ზუსტად მაგაშია საქმე საიდან მოდის ეს ყველაფერი ანუ საქართველოში ჩვენ შეგვიქმნეს ფონი რომ ეს რა თქმა უნდა რომ ეს იყო სახელმწიფო უცხოელება შექმნეს და არა რა თქმა უნდა თავის დროზე ამას ყველაფრის საშუალებას რა თქმა უნდა აძლევდნენ მე როდესაც ხელისუფლება შეიცვალა იმის გამო ხელისუფლება იყო თავის დროზე სუსტი და ადვილად შეიძლებოდა რომ იყანყალებინათ ანუ დამკვიდრდა პოლიტიკური წესრიგის შემდეგნაირი ძალიან საინტერესო საუბარი იყო მაგრამ რეკლამას უნდა ვნახოთ